მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო ერთსულუნების დილა იწყებს თქვენთვის მუშაობას. დღეს 22 მაისია, პარასკევი, დღევანდელ ეთერს კი თქვენთვის სოფიო კუჭავა გაუძღვები. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. სანამ გეტყოდეთ თუ ვინ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები, მოდით ახლა ერთად ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 22 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილთა აღმოყვანებას მირონ ლუკიიდან ბარში. ასევე ღირსი შიო მღვიმელის მიცვალებას და მოიხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ ესაიას, წმინდა მოწამე ქრისტეფორეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენებას, გეტყვით რომ 22 მაისს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე სადღესასწაულო წირვას აღავლენს შიო მღვიმის მამათა მონასტერში. ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყება. ტელევიზიისა და შემოქმედებითი ჯგუფის სახელით ვილოცავთ მის უწმინდესობას წმინდანის ხსენების დღეს. ჯანმრთელობას, მხნეობას და ღირსელობას ვუსურვებთ. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, თუ ვინ იქნებიან ჩვენი სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. საკვირაო სახარების განმარტების შესახებ ვისაუბრებთ, ვინაიდან დღეს პარასკევია და როგორც მოგეხსენებათ, ყოველ პარასკევს მოძღვართან ერთად მიმოვიხილავთ სახარების თუ რომელი ნაწილი იკითხება კვირას წირვაზე. შემოგვიერთდება ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით წულეისკირი და სწორედ მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს. თბილისის სასულიერო სემინარის მგალობელთა გუნდის წევრები იქნებიან ჩვენი სტუმრები და მოვისმენთ წმინდა შიო მღვიმელის სტროპარს მათი შესრულებით. როგორ შევარჩიოთ პროფესია, ეს დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ძალიან აქტუალურია ჩვენს ახალგაზრდებში. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სრულობისას შემოგვიერთდება ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი და მისგან რჩევებს მივიღებთ. ამერიკის მართლმადიდებლური ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტების ჯგუფი და ფორტ ვორზის ეპისკოპოსი და ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის სამხრეთ ეპარქიის დამხმარე მღვდელმთავარი გერასიმე ელიელი საქართველოში იმყოფებიან. ახალგაზრდების ჯგუფი მღვდელმთავართან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარს სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწევიან და დაესწრებიან კონფერენციას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ხსოვნას ეძღვნება. მომლოცველთა ჯგუფ სიონში ჩვენი წამყვანი ელისაბედ დაბულაძე შეხვდა და უფრო მეც უკვე მისი სიუჟეტიდან გიამბობთ, რომელსაც რა თქმა უნდა გადაცემის დასკვნით ნაწილში ერთად ვნახავთ. ასეთი გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დარჩით ჩვენთან ერთად, ახლა კი ვნახოთ ამინდის პროგნოზი, ერთად შევიტყოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში და შემდგომ უკვე მოძღვართან ერთად დაგიბრუნდებით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დაგვირდით მოძღვართან ერთად, ჩემ გვერდს და ვარკეცილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით წულეისკირი. დილომშვიდობის მამი დავით, მადლობთ მობრძანებისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არაერთი წმინდანის ხსენების დღეა, მათ შორის შიო მღვიმელის ხსენების დღე. გილოცავთ და განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ულოცავთ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს მისი წმინდანის ხსენების დღეს. დიდი მადლობა მოწვევისათვის, უერთებით თქვენს მილოცვას. მეც ულოცავ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს ანგელოზის დღეს და სული სიხარულს უსურებ ქართველი ერის ერთობას ქრისტეში. და სწორედ დღევანდელ დღეს არის ასევე ხსენება წმინდისა ღირსისა მამისა შიოსი, რომელიც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა საქართველოში და ძალიან მოკლედ, როდესაც მან 20 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ქრისტეს გზას დადგომოდა და გაიგო რა შეიმეცნა წმინდა იოანეს ზედაძნელის შესახებ, როდესაც მასთან მევიდა წმინდა იოანემ შეხედა თუ არა ესეთი რამე თქვა საოცარი სიტყვები, წინასწარ განჭვრეტის უნარი რო ქონდა და იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისაი და მამა მრავალთა მონაზონთა. აი ამას უსურებ ყველა შიოს ჩვენს უწმინდეს, რომ ეს მამობა, რომელიც მან ერის მწყემსთავრობით დაიდგა, ჩვენს გვეშვილოს მისთვის. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენი შვილობით იწოდება მამა. ბავშვი რო დაიბადება, მერე ქვია დედას თავისი სახელი და მამასაც. და უფალმა ინებოს, რომ შეგვენარჩუნებინოს ეს არწმუნება, რაც საქართველოში შემოიტანეს აი ამ წმინდა მამებმა მე-6 საუკუნეში. ეს არის მისიონერობა. ჩვენ არავინ არ ვიცით სად მოგვიწევს ყოფნა. დღევანდელ დღეს შეიძლება ვინმე სახარება არ იქადაგოს საქართველოს და რომელიღაც ქვეყანაში, მაგრამ სტუმრად შეიძლება წავიდეთ, ან მოსალოცად, ან სამოგზაუროდ. ამიტომ ყოველთვის გინა თუ ჭამდეთ, გინა თუ სუმიდეთ, როგორც პავლე მოქრთული ბრძანებს, სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ ყოველივე საქმეს. დღევანდელ დღეს არის ასევე ხსენება წმინდა ნიკოლოზ მიროლუკის მთავარეპისკოპოსისა, აღმოყვანება მის წმინდა ნაწილისა და ძალიან მოკლედ ვიტყვით, მამა მოწყალებისა. აი ამაზეა ნათქვამი, რომ შეიყვარო მოყვათი შენებით არცა თავითვისი. თავის ნათესავებს და მეგობრებს კი არ ეხმარებოდა წმინდა ნიკოლოზი, აი როგორც წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელი და მრავალი წმინდა მამა. არამედ ყველას ვისაც სჭირდებოდა მისი თანადგომა, სულიერი, შემეცნებითი, მატერიალური და ასე შემდგომ. ეს არის წმინდათა ცხოვრებას, როდესაც ჩვენ ვკითხულობ და ვსწავლობთ. მარტო ის კი არ უნდა გვიხაროთ, რომ ესეთი ადამიანები იყვნენ იმ ეპოქაში, ამ დღესაც არიან. ამას იმედომ ვკითხულობ და ვსწავლობთ, რომ ჩვენც იგივე უნდა აღვასრულოთ. ეს არის მთავარი სწავლება სახარებისა, არა მარტო რომ შეიმეცნო, არამედ რომ გამოავლინო ჯერ რწმენა და მე რა თქმა უნდა საქმე. დღევანდელ დღეს არის ასევე ხსენება წმინდა ქართველი მართლმადიდებელ პირველთა მეფე დედოფალთა მირიანისა და ნანასი, რომელთა ხსენება ასევე არის 14 ოქტომბერს. და აი ერთ ეპიზოდს გამოვყოფ, როგორი გონიერია მეფე. მეფე, რომელიც მთელი ცხოვრება წარმართულად ცხოვრობდა, მაგრამ აი ამ ჭეშმარიტების წინაშე, ფაქტის წინაშე რო დადგა, როგორც სავლე დადგა აი ამ ფაქტის და ჭეშმარიტების წინაშე და გახდა პავლე, ასევე მეფე მირიანი როგორი გონიერია, როგორ გამოიჩენს წინახედულობა, სიბრძნეს, რომ აღიარებს ნინოს ღმერთს. და საოცარია მისი ერთი მომენტი, როგორ თავის შვილებს ბაქარს როგორ ეტყვის, აკურთხებს, რევის და როგორ მიმართავს მას და ანდერძად უტოვებს, რომ ერთგულება წმინდა სამებისა, ჭეშმარიტი ღვთისა, ანუ სიყვარულისა, ერთობისა, უზენაესისა და ბრძოლა კერპების წინააღმდეგ. რა საოცრება მამა, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა ჭეშმარიტებას, არ იცოდა ჭეშმარიტება, მოდი უხეშად რო ვთქვათ, უბრალოდ აღიარებდა კერპებს, თავის შვილებს უანდერძებს, რომ არა, თქვენ კერპების წინააღმდეგ იბრძოლით და დაიცავით მართლმადიდებლური სარწმუნოება. და როგორი სიმდაბლე მეფისა, სვეტი ცხოველში კი არ ინება მათ მისი განსაკრძალავი ყოფილიყო, არამედ ზემო ეკლესიაში, ანუ სამთავროს მონასტერში. ეს არის უბრალოება. ის დიდი სვეტი ცხოველი 64-ში დახტება მას. აქ გაიქცა დიდება და პატივს და მიიღო ზეციური დიდება და პატივი. ეს არის სწავლებადი ყველასთვის. და თუ ვინმე მით უმეტეს ესეთი თანამდებობაზე და იერარქიაშია. უბრალოება არის ყველა დიდი თანამდებობა და იერარქია.
დღევანდელ დღეს ასევე დედა ეკლესია იხსენიებს პირველ მსოფლიო კრებას, რომელიც მე-4 საუკუნეში 325 წელს ქალაქ ნიკეაში ჩატარდა და მას ესწრებოდა სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანებული სასულიერო პირები 318 მამად და მათ შორის იყო საქართველოსდან წარგზავნილი, ესე წერია ისტორიაში, პიტიუნტიდან, დღევანდელი ესე ვთქვათ, აფხაზეთიდან სტრატოფილე და გასაკვირია ესეთი რამ, დევნა გარედან შეწყდა და უკვე არეულობა იწყება შიგნით. აი ბოროტი რასაკეთებს, შური რასაკეთებს. რაც დაიწყო 64-ის გარეთ, კაინსა და აბელში, უმთავრესი მკვლელობის პირველი საფუძვლების შური, აქ კიდე შური. და ვის ემართება ეს შური? ურწმუნო ადამიანს კი არა და მტერს, არამედ ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანს. ეს კრება შედგა არიანელთა სწავლების წინააღმდეგ, ანუ ეს ერესი იყო ალექსანდრიელი განსწავლული სასულიერო პირი, პრესვიტერი, არიოზი და ის ამბობდა და თავისი შეხედულების ცდილობდა დაემტკიცებინა თითქოს, რომ ძე, ანუ მეორე ჰიპოსტასი არ იყო მამის თანასწორი. და არ იყო ესე რომ ვთქვა ღმერთი როგორც მამა. და კიდევ ერთი სიბრძნე და წინდახედულობის უდიდესი მაგალითი და გონიერებისა იმპერატორი კონსტანტინე. ესე ბრმად და გადაწყვეტილებას უსფად კი არ იღებს, არამედ იხმობს მასთან მის ერთ გამორჩეულ მეგობარს, ოსია კორდუბელს, ეს ერთი სასულიერო პირი იყო, ესპანეთში მსახურობდა და განისწავლება მისგან ამ ჭეშმარიტებაში, რას ამბობდა არიოზი და რას ასწავლიდა დედა ეკლესია. და ამ განსწავლულობის შემდგომ, ანუ თვითონ მარტო მსმენელი და დამსწრე არ იყო, არამედ თვითონაც უნდა და ცოდნოდა, სად იყო ჭეშმარიტება, რომ ჩართული იყო აი ამ პოლემიკაში. და აი ამ კრებას და მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტიელი, ათანასე დიდი, მაშინ დიაკონი იყო და ესე ამბობს ისტორიკოსი, რომ გააცამტვერა ათანასე დიდმა დიაკონის ხარისხში იყო მაშინ არიოზის რუსწავლება და აი მაშინ წამსის მეორე მუხლი ესე მტკიცედ მიიღეს, დაწერეს, აღიარეს, რომელშიც ნათქვამია დაერთი უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ეს არის ძალიან საინტერესო. არა შობილი დედამის, არა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ანუ რომელსაც არ აქვს დასაწყისი, რაღაც საუკუნების წინ არა, არამედ უდროჟამობაში ყოფი. და ნათელი ნათლისაგან ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა. აი ეს პირდაპირ ამხელს არიოზის სწავლებას, რომ იესო განკაცებული ღმერთი იგივე დიდებაში, იგივე პატივში და იგივე მადლშია, როგორც მამა, ასევეა ძე და ასევეა სულიწმინდა. და სწორედ აი ამას მოიცავს დღევანდელი სახარების, კვირის სახარების შინაარსიც, სადაც საუბარია იოანე მახარებელი გადმოგცემს სწავლებას იმ ისტორიული ფაქტის შესახებ, როდესაც საიდუმლო სერობის შემდგომ მაცხოვარი გეცემანის ბაღში ლოცულობს. ანუ ამაღლების წინა, ჯვარცმის წინა პერიოდი არის. და აი ამ ლოცვას საპირო მღვდელმთავრო ლოცვა ეწოდება. როგორც მწყემსთავარი, როგორც პირველი მღვდელმთავარი, უფალს ევედრება მისი სულისა და მისი სამწყსო შესახებ. მისი სამწყსოსთვის, მათი გადარჩენისთვის, მათი სარწმუნოებაში მტკიცე დგომისათვის. და იწყება ლოცვა ესე და აღიხილნა თვალნითვის იესოს ზეცად. და თქვა, მამო, მოიწია ჟამი ჩემი. შეკითხვა ის მისიხლა, ეს რა აუცილებელი იყო? პირდაპირ ხო შეიძლებოდა დაიწყო იესომ ლოცვა? არა. ეს ჩვენთვის არის სწავლებადი, ლოცვითი განწყობა, ფორმა, როგორ გამოვხატოთ, ხელების აპყრობა, ზეცად თვალის ახილვა, გულშემოსვლილობა, ეს ჭირდება ადამიანს. თავ სიმბოლიკას, თავისი მისტიკური დატვირთვა აქვს, როგორც პიჟრის გადაწერას, როგორც ნაკურთხ წალს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ლოცვა იყოს გულმხურვალი, რომ გავიაზროთ, ვის წინაშე ვლოცულობთ. და მე რას ლოცულობთ, ეს ცალკე გასააზრებელია. ანუ სანამ ტექსტობრივი ლოცვა შემოვიდოდა ამ სამყაროში, ჯერ იყო პირდაპირ დამოკიდებულება, ლოცვითი სახეობა, ვედრება, თხოვნა, დიდება და მადლობა, ხო? და ეს ტექსტი მე გვიფსებს და გვეხმარება უფალთან მიმართებაში ამ გრძალულებით, როგორ მიმართო და როგორი სიტყვებით. მამები ამბობენ, უფალს არაფერი არ თხოვოთ, უფალმა იცის თქვენ რა გჭირდებათ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. უფალს თხოვეთ მხოლოდ და მხოლოდ, რომ რა მდგომარეობაში ხართ ამისი დათმენა და გამძლეობა მოგცეთ, რომ სარწმუნოებაში იდგეთ მტკიცეთ. ასე რომ უფალი მარტო ისე არ არის, რომ ზევით იყოს თითქოს სადღაც. უფალი ადამიანმა თავის გულში უნდა ეძებოს და გულში რო ეძებოს, გონებით უნდა შევიდეს გულში.
და იმ გონებაში უნდა კონდეს, ანუ ჯერ შეიმეცნოს, მერე შემეცნება ჩაიტანოს გულში და მისი გული და სული რწმენით აღივსოს და მერე უნდა გამოხატოს, ესე რომ ვთქვათ, საქმით. და მიმართავს უფალს, რომ მოიწია ჟამი, რომელ ჟამზეა საუბარი? ჯვარცმა ელოდება სულ, აი ერთ დღეში. ჯვარცმა ტანჯვა ელოდება მას და ტანჯვის წინა პერიოდია და იცის რა განსასწრელი და მწუხარება მის სულს, მის სხეულს შეეხება, თუმცა რას იწყებს ამ დროს? ამ დროს უფალს ავედრებს მის მოციქულებს, მის მოწაფეებს, მის მიმდევრებს და ეუბნება, რომ ყოველიო, რომელი მომეცმეო, რომელი შენ გამოირჩიო, მივცეო მას ცხოვრება საუკუნო და ესე არ ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე შენ. ეხლა ნახეთ, როგორ მიმართავს მას, რომელი გამოირჩიე შენ? შეკითხვა ისმის, რომელი არ გამოირჩია უფალმან? უფალმან ყველა გამოირჩია ამ სამყაროში, ადამიანიდან დაწყებული, ვინც დედამიწაზე შობილა, ყველა შობილა და მოვლინებულა ამ ქვეყნად ცხონებისათვის. მაგრამ ცხონებისათვის უფალმა უმთავრესი რაც ადამიანს მიეცა, ეს არის თავისუფალი ნება. აი თავისუფალი ნება, რომელმა ადამიანმა ამ სამყაროში, ამ საზოგადოებიდან გამოირჩია და გამოიყენა და მიმართა საღვთო გზით და ღვთისკენ, აი ამ ადამიანებმა საკუთარ თავს უწევს რჩეულები. თავისუფლება არა ის, რომ რასაც მინდა იმას გავაკეთებ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი, ჩემი ცხოვრება, ჩემი სიცოცხლე, ერთხელ მოვდივარ ამ ქვეყანას და ყველაფერი რაც არის, ყველაფერი უნდა მოვსინჯოთ, ყველაფერი უნდა განვიცადოთ და ჩემი თავისუფალი ნება არის, რაც მომეცა უფლისგან და მე ამის მართებული ვარ, რომ ყველაფერი ისე როგორც მინდა გამკარგო მე თვითონ და ამ დროს სამწუხაროდ ამ თავისუფლების ქვეშ ძალიან ბევრი ცოდვა ბუდობს, ასე ვთქვათ და შესაბამისად ეს დღევანდელ ახალგაზრდობას, დღევანდელ თანამედროვე ადამიანს ძალიან ურევს ხოლმე გონებას და არასწორ ლიანდაგებზე სვამს ასეთ შემთხვევაში და სწორედ ეს არის ალბათ ჩვენი უმთავრესი მიზანი, რომ გავიაზროთ თუ რა გვიბოძა უფალმა, რა არის რეალურად ჭეშმარიტი თავისუფლება. სწორად ბრძანეთ, აი თქვენ რაც ახლა ბრძანეთ, უმეტეს შემთხვევაში ადამიანს გონია, რომ პირადი ნება არის, პირადი სურვილები არის, საკუთარი მე არის თავისუფალი ნება. მაგრამ თავისუფალ ნებაში ჯერ სანამ ღმერთს გაიცნობ, სხვისი ნებებიც უნდა გაეთვალისწინო. სიყვარული არ არის მარტო მე რომ მინდა და მე რომ ხედავ. ჩემი მეობა თქვენს მეობას არ უნდა აკნინებდეს, ან არ უნდა აწუხებდეს და არ უნდა ფარავდეს და ასე შემდგომ. ასე რომ თავისუფალი ნება ჯერ ადამიანების მდგომარეობას გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი სიტყვა და ჩვენი ქმედება მისთვის არ იყოს შემაწუხებელი, დამაზიანებელი და ასე შემდგომ. და მე რა თქმა უნდა, ხა უმთავრესი თავისუფალი ნება საღვთონების გამოხატვა. აი ამაზე ებედრება მაცხოვარი ესეთ ადამიანებზე, ვინც თავიანთი ცხოვრების წესად ღვაწლად ტვირთი იტვირთეს, რომ საღვთონება შედგომოდნენ. და ნახეთ როგორ მიმართავს, რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი. მე აღვასრულეო ნება, რომელიც შენ მომეცმე, რისთვისაც მე მომავლინე. რა არის ეს ნება? მაცხოვარი ნახეთ რას ბრძანებს, ესე იგი ის მესია დედამიწაზე მისით მოვიდა, რომ ადამიანებს ის კი არ უთხრას, რომ მე ვარ ღმერთი, არამედ ადამიანებს შეამეცნოს ჭეშმარიტება, აჩვენოს და ასწავლოს, როგორ ებრძოლოს იმ ცოდვას. რაშიც ადამიანებს ეგონათ, რომ ძალა არ ქონდათ, ან სუსტები იყვნენ, ან ძალიან მოდუნდნენ. და ცოდნა ერთი ჭეშმარიტი ღვთისა არის აუცილებელი. ამიტომ მამოთ რათა გიცოდიან შენ ხოლო ჭეშმარიტი, ერთადერთი სიმართლე, ერთადერთი ჭეშმარიტება და ეს შემეცნება მარტო არ არის რაღაც პიროვნულია და ვიცი, არამედ სწავლებით, სიყვარულით, შემოქმედებით და ასე შემდგომ და მე მათთვის კითხავ. აი ამას ამბობს უფალი და ევედრება კიდევ ხაზს გაუსმევ, როდის ყველაზე შეჭირებულ მომენტში, ყველაზე მწუხარე მდგომარეობაში და ესე იგი ადამიანს მარტო ცოდნა არ ყოფილა საკმარისი. არც მარტო რწმენა, თლიანობაში ცოდნა, რწმენა და მერე საქმეთ გამომავლინება, როგორც პავლე მოციქული ბრძანეთ, საქმე შემა გამოგაჩინო შენ. ნახეთ, გიცოდიან ჭეშმარიტი ღმერთი და რწმენენ რამე თუ შენსგან მე გამოვედ, ეგ ძალიან საინტერესო სიტყვაა, მამის უშობილობა, ძის გამომავლობა და ძის შობილობა და სულიწმინდას გამომავლობა. ანუ ადამიანებმა გონებით შეიმეცნეს, რასაც ქრისტე ქადაგებდა, ადამიანებმა გულით ირწმუნეს, რასაც ქრისტე სწავლების სახით მათ აძლევდა და ბოლოს ადამიანებმა გამოავლინეს ეს ყოველი რამე თუ მისი მიმდევრები გახდნენ.
ამიტომ უფალია საპირველო მდომთავრო ლოცვაში მოიაზრეს უპირველესად მის მოციქულებს და მერე მის მოწაფეებს და მის მიმდევრებს და ბოლოს ეუბნება დაიცვენ ესენი და იყვნენ ესენი ერთობით. ესე იგი ჩვენ ვალდებულება და მოვალეობა გვაქვს რომ გავერთიანდეთ სარწმუნოებაში, გავერთიანდეთ სიმართლეში. შეიძლება ადამიანებს მოდი საწყის ეტაპზე სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები ვიყოთ, მაგრამ პირველი ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, შევთანხმდით. მეორე, ჩვენ ხომ მოდი ესე ვთქვათ, ამ სამყაროს შვილები ვართ, შევთანხმდით. მე ამ სამყაროში საქართველოს შვილები ვართ, შევთანხმდით და ეხლა ვისაუბროთ სარწმუნოებაზე. პირველი შევთანხმდით სიყვარულზე, მოთმინებაზე, დათმობაზე, პატიებაზე, თანადგომაზე, სათნოებებზე თუ შევთანხმდებით, მადლი ისე ემუშავებს, რომ აუცილებლად ჩვენ ჭეშმარიტებასთან მივალთ. ანუ ეს ადამიანისთვის ესე რო ვქნათ, ესე რო ვთქვათ, უბრალოდ მისაღები იქნება. სახარებაში წერია ესეთი რამ, რომ მრავალი არის ხმობილი და მცირედი არის რჩეული. მრავალში ნიშნავს ყველას. აი როგორც ამაღლებისაც მაცხოვარმა ესე უთხრა მოციქულებს, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლის. ანუ ვიდრე არ ნიშნავს, რომ სოფლით აღსასრულიც მე მაცხოვარი ჩვენ არ იქნება. ანუ სულ ვიდრე ნიშნავს დაუსრულებლად, მარადიულად. აქაც ესია. ანუ მრავალში მოიაზრება ყველა ხმობილია ცხონებისთვის, ამიტომ ბრძანებს სხვა გზის მაცხოვარი რომ არამნებას წარწყმედაა ცოდვილისა იარეთ მოქცევაი და ცხონება იმისი. აი ეს უნდა უფალს, რომ მე ცხონებისთვის კი მოგავლინი ამ ქვეყანაზე, მაგრამ შენ საკუთარი ნება არასწორი მიმართულებით რო წარმართე, ჩემი განკაცება და ჩემი სწავლება სწორედ იმას ემსახურება, რომ მე აღგადგინო და განგამტკიცო მართლზე სარწმუნოებასა ზედა. ხოლო მცირედი რჩეული ნიშნავს, რომ უკვე თვითონ დაერქვეს ადამიანებმა რჩეულობა და სამწუხაროდ ეს რჩეულები ძალიან ესე რომ ვთქვათ, არიან მცირედნი. ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ჩვენი ცხოვრება აი ამ რჩეულობაში 3/4-ობაში გამოვიყენოთ, როგორც ეს ხატოვნად ნათქვამი არის, ხო, 3/4 მამის ძიდა სული წმინდის ერთობა და ჩვენ უნდა ვიყოთ მე-4 და ეს მე-4 ერთი არ იქნება მათემატიკურად. ყველას შეიძლება ერთობაში მომიაზროთ და ყველამ ერთად დავირქვათ. და ის რომ უფალი ყველასთვის ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის ეცვა ჯვარს და შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა ამ წუთას ვინ არის დედა ეკლესიის მრევლი და წევრი. შეიძლება სულად ძალიან ცოდვილი ადამიანი იყოს, რომელიც ჯერ ვერ ბედავს მისვლას ეკლესიაში, მაგრამ ის აუცილებლად უფლისთვის საყვარელი შვილია და უბრალოდ ელოდება თუ როდის შეაღებს კარს ტაძრისას და როდის მიხვდება რომ უფალი არის უზენაესი და უფალი არის ყველაფრის მკურნალი და არ არსებობს ცოდვა, რომელიც უფალს არ შეუწყნარებია, ასე ვთქვათ, არ შეუწყალებია და არ ჩაუხუტებია ყველაზე ზნედაცემული შვილიც კი. თავარი არის თუ რამდენად ვიაზრებთ ჩვენ ამ ყველაფერს და რამდენად მზად ვართ რომ მივიღოთ უფალი. თორე უფალი ჩვენ ყოველთვის გველოდება და ყოველთვის მზად არის ჩვენს მისაღებად. სწორად ბრძანეთ და აქვე დავზენ სახარებისეულად მოგვიწოდებს კიდეც მოვედი ჩემ და ყოველი მაშვალი და ტვირთზიმენი. ყველა მოდითო ჩემთან და ყოველ განსვენებայի სულთა თქვენთან. ასე რომ არა არის ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. და კაცმოყარე ღმერთი იმდენად დიდია, აი უძღების შვილის იგავი გვახსოვთ, ხო? ანუ ადამიანი წმენით, ადამიანი იმედით უნდა მივიდეს უფალთან, რომ შენ თუ მე მომანიჭე სიცოცხლე და ამ ქვეყანაზე მომიყვანე და თუ შენ ხედავ, რომ მე შენსგან წავედი, მე შენ ზურგი გაქციე, დავეცი და შევწოდე, მე მჯერა და მწამს, რომ შენ როგორც მამა მოწყალე, მე მაპატიებ. და აღმოიკითხოს უნდა სახარების წმინდა წერილიდან სიტყვები, სადაც წერია, რომელი მამა არისო, რომელიც შვილი თხოვდესო თევსო და მას გველი მისცესო, თხოვდესო პურსო და მას ქვა მისცესო. ამას რო აღმოიკითხავ ადამიანი, უნდა აღინთო სულიერად, რომ მოდი მივალ. შეიძლება არ მჯერა, მაგრამ მოდი ვცდი მაინც. მართლა ესეთი მოწყალე არის უფალი, ასე რომ ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს სასწავლო პირებს, რომ სწორედ სახარებისეულად უნდა დაახდეთ და შევეგებოთ და მივიღოთ ყველა ადამიანი და ამიტომაც კიდე მინდა ხაზი გაუსვა აი ჩვენი უწმინდესის აი იმ საოცარ სიტყვებს, როდესაც მისი გამორჩევა მოხდა, რომ ჩვენ არა მარტო ეკლესიის კარი უნდა გავაღოთ, არამედ უნდა გავიდეთ
რომ ხალხი გარეთ შემოვიყვანოთ, ესე დადიოდა მაცხოვარი, ესე მოაქცევა ადამიანებს. ასე რომ ჩვენ ლოცვის ადგილი გვაქვს, დედა ეკლესია, თუმცა ჩვენ სადაც ვართ, ნებისმიერი სასულიერო პირი, თუნდაც მრევლი და მორწმუნე, ყოველთვის ჩვენი სიტყვა და ჩვენი საქმე და ჩვენი ქმედება, რომელიც გამოვლინდება, უნდა იყოს მომაქცეველი ადამიანებისა. და დღევანდელ დღეს ასევე ბოლოსთვის, ახლა როგორც დროში მოვასწრებთ, შემოვინახე ხსენება არის წმინდა ესაია წინასწარმეტყველისა. ყველას მიულოცავ, ყველა შიოს, ყველა ნიკოლოს, ყველა ესაიას, ყველა მირიანს, ყველა ნანას დღევანდელ დღეს, ანგელოზის დღეს და მე ყველა მორწმუნე ადამიანებს და თვითონ ესაია სიტყვა ნიშნავს ღმერთი ჩემი ხსნაა. იმდენად დიდია ჩემთვის ეს სახელი და სიტყვა, აი დღესაც გზად ფიქრობდი, რომ აი გამარჯობა და მისალმება რა არის ერთმანეთის სრული გამარჯვებისა. მთელი ცხოვრება და ყოფობა საქართველოს სულ ომში იყო და მისალმების დონეზე ადამიანმა თავის თავს ერთხელ მაინც უნდა უთხრას ან ერთმანეთთან, რომ ეს ესაია სიტყვა ყოველთვის ახსოვდეს, რომ ღმერთი ჩემი ხსნაა. არავიხილე მართალი დაგდებული წინაშე ღვთისა, რომელი არის მთხოველნი პურისა. ის ვისაც უნდა ღვთის წინაშე არის მთხოვნელი, ცხოვნებისა, მოწყალებისა, შეწევნისა და სულით არის მართალი და გულით წმინდა, არ იქნება ღვთისგან მიტოვებული. ასე რომ ჩვენი ჰიმნივით უნდა იყოს, ანუ ესაია, ესე ხმამაღლა რო თქვა, ვაღიარებ, წამს, რომ ღმერთი ჩემი ხსნაა და უფალმა ინებოს, რომ ჩვენი ერთობა ყოფილიყოს თბილი, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მოძღვრებისთვის, ჩვენი მღვდელმთავრებისთვის და ჩვენი კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისთვის, რაც არის ყველაზე დიდი ნუგეში და მადლიერების გამოხატვა, რომ მის სამწყსოს სწამს და ჯერა უყვართ ღმერთი, ერთმანეთი, ადამიანები, სამშობლო და რა თქმა უნდა, ამავდროულად ქართული ტრადიციები, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ამ სარწმუნოებასთან ერთად საუკუნეების განმავლობაში მყოფობს. რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი, მაცხოვნებელი და არა წარმართული და მრავალჟამიერ. კიდევ ერთხელ ყველას და მეც ხმამაღლა დავამთავრებ ჯერა და მწამს ესაია. ყოველთვის გვახსოვდეს ღმერთი სამშობლო ადამიანი. ამინ. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით მობრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ბარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით წულეისკირი. 9 საათი შესრულდა, ერთად აღვავლინოთ უფლისადიდებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგებრუნებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად დაგვაუწყდით. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე
და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, შემოგვერთდნენ თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის წევრები, ხელმძღვანელ ლაშა ზაალიშვილთან ერთად და მოვისმენთ წმინდა შიომღვიმელის სტროპარს მათი შესრულებით. დილამშვიდობის, მადლობთ რომ მოგბრძანდით, გილოცავთ დღევანდელ დღეს და თქვენ შეგიძლიათ საშუალება რომ ის უწმინდესობას მიულოცოთ მისი წმინდანის ხსენების დღე. მოგესალმებით. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი შიომღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს მის მიცვალებას. სხვა ასურელი მამების დარად ღირსი შიომღვიმელის ღვაწლი განუზომლად დიდია. მე როგორც მგალობელი მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ იგი ქმნიდა საეკლესიო საგალობლებს. და დღეს, როდესაც ჩვენ გვყავს მისი მოსახელე კათოლიკოს პატრიარქი,
თელიერი და მასთან ერთად ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ შეწევნას შევთხოვთ ღირს შიომღვიმელს, რათა მისი მეოხებით ყოვლადწმიდა სამებამ გაგვიძლიეროს და საღვთო სიკეთეებით აღავსოს მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. დღეს ჩვენ შევასრულებთ გელათის სამგალობლო სკოლის ღირსის შიომღვიმელისადმი მიზღვრილ ტროპარს და მიულოცავთ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს დღევანდელ დღეს. გისმენთ. სიღრმით განგვთოვარ გმილმა სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი ღმერთ შემოსილო დასასწაულთა ღმრთისა მიერ მოცემულთა მადლთა სულიერთა ვადიდებთ შემო გმერთსა ღირსო შიო დაწვალნი შენი შიშველი შექვეყანით თემაღლობით აღმოიწევი სიმაღლე მეოხად მორწმუნეთა ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის წევრები, ხელმძღვანელ ლაშა ზაალიშვილთან ერთად ჩვენი გადაცემის სტუმრები. მცირე ვიდეო რგოლის შემდგომ კი დაგიბრუნდებით კვლავ გადაცემის სტუმართან ერთად და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვექნება საუბარი, როგორიც არის პროფესიის არჩევა. დაგვრჩებით.
დილა მშვიდობისა მას, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ყოველს მშვიდობიან დღეს გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხით დავბრუნდით. როგორ შევარჩიოთ პროფესია? თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი. დილა მშვიდობის ბატონი ზაზა. დილა მშვიდობის. გმადლობთ მობრძანებისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი, ვინაიდან ერთი ეტაპი დასრულდა, ასე ვთქვათ, ჩვენს ახალგაზრდებში და ახლა ცხოვრების მეორე ეტაპი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში. თავდაპირველად ვისაუბროთ სწორედ ამ მიმართულებით და შემდგომ უკვე განვაზოგადოთ პროფესიის არჩევა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს ოჯახის მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ზოგ შეიძლება უნდოდეს, რომ მისი შვილიშვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს მაინც, მაგრამ ახალგაზრდას არ სურდეს და სხვა მისწრაფება ჰქონდეს, სხვა ინტერესები ჰქონდეს. ან შეიძლება სულაც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული და ვერ არჩევს პროფესიას. როგორი უნდა იყოს მიდგომა თქვენს რჩევებს მოვისმენთ ამასთან დაკავშირებით? ცით რა არის, მთავარი არის რომ ზედმეტი ზეწოლებით არ მოვიქცეთ ამ არჩევის და მიდგომის შემთხვევაში. ერთი საინტერესო სტატისტიკა ამერიკაში ჩატარებული, რომ ადამიანების მხოლოდ 45% მუშაობს იმ სპეციალობით, რაც უნივერსიტეტში ჩაბარებისას აირჩია. ხო, ცხოვრება მუდმივად მიმდინარეობს, გარემო იცვლება, არის პროფესიები, რომლებიც ჩვენ თვალწინ ქრება. საერთოდ აღარ არის მათზე მოთხოვნილება. ამიტომ ერთი რომ აი ზედმეტი ზეწოლით და ზედმეტი ემოციით არ მიუდგეთ ამ ამბავს. მეორე რაც შეეხება თვითონ აი არჩევანთან დაკავშირებით. 90-იან წლებში ჰარვარდის პროფესორია ჰოვარდ გარდნერი და მაგისმა კვლევამ აჩვენა სხვანაირად აგვანახა ადამიანი და ადამიანის შესაძლებლობები. არის ნიჭები, უნარები და ვართ ადამიანები. ხო, მისი კვლევით აღმოჩნდა, რომ არ არსებობს ბავშვი, ვისაც მინიმუმ ერთი უნარი არ აქვს აი ამ ჩამონათვლიდან. ანუ ყველა ნიჭიერები ვართ. უბრალოდ საჭიროა ზოგს 2 აქვს, 4 არის ისეთები, რომლებსაც ყველა აქვს, ხო? უბრალოდ მთავარია რომ იყოს მცდელობები, ნახვა და რაც მთავარია სურვილი, კონკრეტულად ადამიანის სურვილი. მთავარი არის აქ უფროსებმა ცოტა შეუწყოთ ამ მხრივ, ხომ ხელი და ჩვენი ამბიციები არ წამოუწიოთ წინა პლანზე, ასე ვთქვათ. ცხოვრება ყოველთვის იძლევა შანსს რომ შეცვალო. დიახ. და პროფესიის არჩევისას რა უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდა ადამიანმა, რომაც უნდა შეაღოს ახლა ცხოვრების ახალი ეტაპის კარი, ასე ვთქვათ, ხდება სულ სხვა სამყაროში, სადაც ასევე ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა იჩენს შემდგომ უკვე თავს და ფიქრი არის ასეთი, რომ ეს ნაბიჯი და მისი გადაწყვეტილება შემდგომ უკვე განსაზღვრავს მის მომავალს. ცით რა არის მასე აი სწორედ ეს არის, ასე კატეგორიულად არ უნდა ვიყოთ, რომ ერთი არჩევანი წყვეტს ჩვენს მომავალს, მთელ ჩვენ ცხოვრებას და ასე შემდეგ. ისევ ერთი საინტერესო კვლევაა, რომ ადამიანების 16%-მა თქვა, რომ სიამოვნებას იღებს თავისი სამსახურიდან. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. აქ ბევრი სხვადასხვა ვარიანტია, ზოგს სურს კარგი ფინანსური შემოსავალი, ზოგს სურს გახდეს ცნობილი ადამიანი. არიან ისეთები, ვისაც ერთი სურვილი აქვს, რომ დაეხმარონ ადამიანებს, ხო? და ეს არის მათი ამოსავალი, ხო? არიან ადამიანები, ვისაც ზოგადად ბევრი რაღაცის შეცვლა სურს. ანუ აი ამიტომ პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყოს ეს ჩამოყალიბებული, თუმცა ერთი რამ არის საერთო. პირველი იმისათვის რომ მიაღწიოს წარმატებას უნდა იყოს პიროვნების შიდა ორგანიზება, ანუ დროის გადანაწილების უნარი, რაც სავალდებულო და ძალიან სასურველია თუ მშობელი მოახერხებს, რომ ბავშვს გამოუმუშავოს. და მეორე, სწორი სოციალური კონტაქტების უნარი. აი ეს ორი უნარი თუ ნებისმიერ სფეროში ადამიანი მიაღწევს წარმატებას, რასაც აირჩევს. დიახ, სწორი სოციალური კონტაქტების მნიშვნელობა რომ გავავრცელოთ კი არა და განვავრცოთ უფრო სწორად, რომ ჩვენს მაყურებელს უფრო ზუსტად მივანიშნოთ, რაზე არის საუბარი. აქ
არ არის მარტო იმაზე საუბარი, ხშირად ხდება ხოლმე რომ მშობლები ურჩევენ მეგობრებს, შვილებს და ასე შემდეგ, ხო? აქ ცოტა უფრო ფართოდ შეიძლება გაიშალოს ეს. აქ არის ეს კონკრეტული უნარი, რომ იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოსმენა და დასკვნების გამოტანა, იყოს ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ გაითვალისწინოს სხვა ადამიანების სურვილები, мотиваციები, მოთხოვნები და იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია სწორად და კარგად გადმოცეს თავისი ფიქრი, დააფიქსიროს თავისი აზრი და კონკრეტულად მიახვედროს ადამიანებს ასევე თავისი სურვილები, мотиваციები და ასე შემდეგ. აი ეს არის სწორედ ეს სოციალური თვისებები, რაც ჭირდებათ. დიახ. წეღან თქვენ ბრძანეთ დაასახელეთ სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი არის პროცენტული მაჩვენებლით რეალურად კმაყოფილი თავისი პროფესიით, ხომ? ეს საინტერესო საკითხი არის, ვინაიდან სწორედ ამაზე არის დამოკიდებული ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ხომ? რაც ძალიან სასუთი, ძალიან სენსიტიური არის და რომ ავხსნათ ეს გარკვეულწილად ალბათ მნიშვნელოვანი იქნება უფროსი თაობისთვისაც, რომ გაიაზრონ და გავიაზროთ თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამ დროს ადამიანს, როდესაც ესე უხეშად ვერევით, თქვათ მის არჩევანში და არ ვაძლევთ საშუალებას, რომ თავისი სურვილით მისცეს გასაქანი თავის ნიჭს. ცით რა არის ხა ჩემ პრაქტიკაში ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც ადამიანები უკმაყოფილო იყვნენ იმ სასწავლებლით, სადაც სწავლობენ და იმ პროფესიის და ამბობდნენ, რომ ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო ოჯახის არჩევანი. ერთ მნიშვნელოვნად იყო ასეთი რაღაც, რომ მოდი რა ვიცხოვროთ, ისე რომ კითხვის ნიშნები არ დავტოვოთ ცხოვრებაში, ხომ? ანუ ყოველთვის ჩვენ გვაქვს იმისი შანსი, რომ ვცადოთ, ახლიდან ვცადოთ და ახალი მოვსინჯოთ. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლებს აბრალებენ. ესეც არასწორია, იმიტომ რომ მშობელი ყოველთვის ერთი მიმართულებით მას უნდა რომ მისი შვილი იყოს წარმატებული და მისი ხედვით რა თქმა უნდა, კი. ამიტომ აქ საჭიროა პირადად ადამიანის გამბედაობა, რომ დააფიქსიროს, აი თუნდაც აი წეღან რაც თქვით, რომ კონკრეტულად ჩამოუყალიბოს მშობელს მისი სურვილები და რა უნდა ცხოვრებაში. ბევრი მაგალითი მაქვს მაგისი, რომ შეცვალეს ეს და საკმაოდ წარმატებულები გახდნენ ადამიანები. ასევე არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში პასუხი მიიღო კითხვაზე, თუნდაც დიდი მიღწევები ამ ხრივ არ ქონდეს. ამიტომ ეს არის ბევრი ფუნქციის, ბევრი დამოკიდებულების, რაც შეეხება თვითონ სამსახურის და სამსახურიდან სიამოვნების მიღებას და ბედნიერებას. საბედნიეროდ ჩვენ ცხოვრებაში გვაქვს სხვადასხვა სფეროები, ოჯახი, მეგობრები, პირადი ზრდა და განვითარება. არ არის სავალდებულო, რომ მარტო ერთისგან ველოდოთ რამე კარგს. მთავარია, რომ სრულფასოვანი ცხოვრება იყოს და აი ეს დანარჩენი იყოს, რომელიც დააკომპენსირებს აღნიშნულს. დიახ. ძალიან საინტერესო არის ასევე ის მომენტი, როდესაც შეიძლება საკუთარი არჩევანით მოხდეს პროფესიის შერჩევა, მაგრამ შემდგომ იგივე ვთქვათ, შეიძლება მატერიალური კუთხით ვერ მოხდეს იმ სურვილების დაკმაყოფილება, ასე ვთქვათ და ამან შეიძლება თუ არა რომ გარკვეულწილად დეპრესიაში ჩააგდოს ადამიანი და შემდგომი როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და როგორი არის ეს ნაბიჯები. როგორ შეგვიძლია ჩვენ ასევე ოჯახის წევრებმა რომ დავეხმაროთ მას, არ არის რომ ზეწოლა მოვახდინოთ, რომ აი ხო გეუბნებოდი რომ ეს არ არის მომგებიანი პროფესია და ასე შემდეგ. არამედ როგორი უნდა იყოს რეალურად თანადგომა. იცით რა არის პათოფსიქოლოგიურ მდგომარეობებს ერთი ფაქტორი არასოდეს არ იწვევს. იმისათვის რომ მივიღოთ დეპრესია, შფოთი, რამოდენიმე ფაქტორის ზემოქმედება უნდა იყოს და მათ შორის შესაძლებელია კი ერთი იყოს სამსახური. ამ შემთხვევაში გვაქვს ასეთი განმარტება, რომ ქრონიკულ სტრესს, ჯობია სტრესი, ანუ თუ გვაქვს სიტუაცია სამსახური ან გარემო ან ადამიანები ჩვენს გარშემო, რომელიც ქრონიკულ სტრესში გვაგდებენ, ჯობია შევწყვიტოთ ურთიერთობა ამ გარემოსთან, გადავიყვანოთ სტრესში, იმიტომ რომ სტრესის დროს გადაიტვირთება ჩვენი ფსიქოემოციური სფერო, ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი იმუნური სისტემა და უფრო ძლიერი გამოვდივართ. დისტრესი აგურ-აგურ ხშლის და ადამიანის ჯანმრთელობა და
სიცოცხლე ნომერ პირველ ადგილზეა. ამიტომ ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ესეთი გამოცდილი რჩევა. როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენ შვილებს, რომ აღმოაჩინონ თავიანთ თავში ეს ნიჭები და საბოლოო ჯამში სწორი არჩევანი გააკეთონ? ცით რა არის, აი აქ არის ის, რომ ბავშვობის პერიოდში ბავშვს ჰქონდა შესაძლებლობა მცადოს ბევრი სხვადასხვა პროფესიასთან შეხება განახორციელოს. ჰქონდა საშუალება, რომ სპორტი იყოს მის ცხოვრებაში, იყოს საშუალება, რომ მუსიკა იყოს მის ცხოვრებაში, იყოს საშუალება, რომ სხვადასხვა უფრო სერიოზული პროფესიები. დღესდღეობით საბედნიეროდ არის ბევრი შანსი ჩვენთან აღნიშნულთან დაკავშირებით. შეუძლია ბავშვს ინჟინერიაში მოსინჯოს საკუთარი თავი, კომპიუტერულ სფეროში, მხატვრობაში. ამიტომ თავარი არის მშობლიდან, რომ აი ამისი საშუალებები მან თვითონ ნახოს, თვითონ აღმოაჩინოს. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი ამ სურვილებით ბავშვები ძალიან იტვირთებიან ხოლმე ადრეული ასაკიდანვე, იმიტომ რომ არაერთ წრეზე დაჰყავთ. თითქოს შეიძლება გავიგოთ მშობლის, რომ ცდილობს სწორედ შვილში განავითაროს გარკვეული ნიჭები და საბოლოო ჯამში აღმოაჩინოს ის მთავარი, რაც მისი შვილისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხომ და საინტერესო და მისაღები. მაგრამ ამ დროს შესაძლებელია, რომ პირიქით გადავტვირთოთ ამდენი მზრუნვით, ასე ვთქვათ, ჰიპერმზრუნველობით და პირიქით ბავშვი იმდენად გადაიღალოს, რომ აღარაფრის ინტერესი აღარ ჰქონდეს საერთოდ. აი, სად არის ეს ოქროს შუალედი, როგორ დავიცვათ ეს ზღვარი? არის ბავშვი ყოველთვის ყველაზე მეტად დაცულია და ყველაზე კარგად ფუნქციონირებს სოციუმში, როდესაც არის ავტორიტეტული აღზრდის სტილი, ანუ მუდმივი დიალოგი მშობელსა და ბავშვს შორის, კონკრეტული განმარტებები, ახსნა, მისი მოსმენა, მისი გაგება, ხო? კონსენსუსამდე მისვლა. აი, სწორედ ამ ყველაფრით ეს განაპირობებს რას? აი, ერთი რომ ბავშვი უფრო მეტად დაცულია, როდესაც მშობელთან აქვს დიალოგი და მეორეც. აი, ეს სოციალური უნარები, რაზეც ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, სწორედ აი აქ იწყებს ჩასახვას და აქ იწყებს ჩამოყალიბებას. ამიტომ ყველაზე მთავარი დიალოგი მასთან და მისი მოთხოვნების გათვალისწინება. ისევე როგორც ჩვენი აზრების მშვიდად და წყნარად მიწოდება. ახსნა, რატომ არის ბავშვები იდეალური არსებები არიან და ისინი იგებენ ყოველთვის, როდესაც აი ასეთი დამოკიდებულება ამათ. განსაკუთრებით ბატონო მზაზა, იცით რა არის კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ერთი არის თქვათ მოვისმენთ რა პროფესია აინტერესებთ მათ, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ასე, რომ მშობელი თითქოს უკუაგდებს მის ინტერესს. გულისხმობ რას? ყველა პროფესიას თავისი პასუხისმგებლობა ახლავს თავისთავად, მაგრამ არის პროფესიები, რომელიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომელიც უშუალოდ ადამიანის სიცოცხლესთან არის კავშირში. ხო, ვიღაცა შეიძლება უნდოდეს ექიმობა და ამ დროს შეიძლება მშობელმა უთხრას და უფრო ისე რთულად დაუხატოს ეს ყველაფერი, რომ აი შენ ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს საქმე და ეს რამდენად რთულია, როგორი საპასუხისმგებლობა. ამ დროს შეიძლება თუ არა, რომ ბავშვი ამისთვის მზად იყოს, უნდოდეს რომ გადაარჩინოს ვიღაცის სიცოცხლე, ხო? და ამ დროს მშობლისგან იღებს ასეთ ჩამოყალიბებულ ვერსიას ამ პროფესიის შესახებ. ეს რამდენად დამთრგუნველი არის და ზოგადად ამ დროს რა მიმდინარეობს, რა პროცესი ფსიქოემოციურად ვთქვათ, ხო? რას განიცდის ამ დროს ადამიანი იმ პოტენციალის დათრგუნვას, რას მასში არის, თუ რა არის აი ამ დროს ყველაზე რთულად აღსაქმელი? იცით რა არის ჩვენ ადამიანები განსხვავდებით, ყველას გვაქვს ინდივიდუალური დამოკიდებულება და მოტივაცია ერთში შეიძლება პირიქით მოტივაციის გაძლიერება გამოიწვიოს, მეორეში რა თქმა უნდა პირიქით დათრგუნვა და უარის თქმაც კი, ხო? რაც შეეხება თვითონ მის მიერ აღქმას, როდესაც მას სურს მშობელმა კი რა თქმა უნდა ის სირთულეები უნდა უთხრას, რაც აღნიშნულს ახლავს, ოღონდ ეს უნდა იყოს რეალისტური. აი აბსოლუტურად სწორი და არ უნდა იყოს ისეთი ფორმით, რაც დემოტივაციას განაპირობებს, მოტივაციას დააკარგინებს. მოусმინოთ ჩვენ შვილებს. რა თქმა უნდა.
ძალიან დიდი მოვუსმინე და მშვიდად ვესაუბრე. გმადლობთ ბატონ ზაზა მოგზაურობისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი. ახლა დროა რომ წარმოგიდგინოთ სიუჟეტი ამერიკის მართლმადიდებლური ორგანიზაციის წარმომადგენლების სტუდენტების ჯგუფი და ფორტ უორზის ეპისკოპოსი და ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის სამხრეთ ეპარქიის დამხმარე მღვდელმთავარი გერასიმე ელიელი საქართველოში იმყოფებიან. ახალგაზრდების ჯგუფი მღვდელმთავართან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარს სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწევიან და დაესწრებიან კონფერენციას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება. მომლოცველთა ჯგუფს სიონში ჩვენი წამყვანი ელისაბედ აბულაძე შეხვდა და უფრო მეც უკვე მისი სიუჟეტიდან გიამბობთ. ნახოთ სიუჟეტი. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს სტუმრობენ. ახალგაზრდების ჯგუფი ამერიკაში იმ მართლმადიდებლური ორგანიზაციის წევრები არიან, რომელიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აერთიანებს. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები ფორტ უორზის მღვდელმთავართან, ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის სამხრეთ ეპარქიის დამხმარე ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ. სტუმრები დალოცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და მათ ტაძრის ისტორიისა და იქ დავანებული სიწმინდეების შესახებ ესაუბრა. ახალგაზრდებმა მოილოცეს ტაძარი და მიახდნენ სიწმინდეებს. შემდეგ კი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. Christ is risen. We've come here to the Republic of Georgia representing Orthodox Christian. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში მართლმადიდებლური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მართლმადიდებელი ქრისტიანი სტუდენტების მრავალ ჯგუფს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ამ სტუდენტებმა სასწავლო წლის ბოლოს გადაწყვიტეს და აირჩიეს, რომ ჩვენთან ერთად ჩამოსულიყვნენ საქართველოში ამ მნიშვნელოვან პერიოდში. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია მეორის განსვენებისა და ახალი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და არესობის კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის არჩევის შემდეგ. გვინდა რომ სტუდენტებმა შეიგრძნონ, რას ნიშნავს საქართველო, მოინახულონ წმინდა ადგილები, ასევე ვგეგმავთ შეხვედრა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მცირე კონფერენციის ჩატარებას. გვინდა რომ სტუდენტები გაეცნონ საქართველოში მართლმადიდებლურ რწმენას, კულტურას და გაიგონ, რა ხდის საქართველოს ასე განსაკუთრებულს. შარშან ისინი რუმინეთში იმყოფებოდნენ, მის წინა წელს კი ეგვიპტეში. დღეს ვიმყოფებით აქ, თბილისში, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პატივის მისაგებად. ეს იყო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი მე-20 და 21 საუკუნეებში. მან ეკლესია კომუნისტური რეპრესიების პერიოდიდან გამოიყვანა და იმ თავისუფლებამდე მიიყვანა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. მან დიდი როლი ითამაშა მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგებაში, საეკლესიო საგალობლების აღორძინებაში, ხატწერის ტრადიციის გაცოცხლებაში, მრავალი ეპისკოპოსისა და ეკლესიის კურთხევაში. ის ამ ქვეყნის მამად იქცა და ჩვენ მას, დიდ წმინდა ადამიანს, მივაგებთ პატივს. მე გამიმართლა, რომ არაერთხელ მივიღე მისი ლოცვა კურთხევა. ვისარგებლე მისი სტუმართმოყვარეობით და ასევე მქონდა შესაძლებლობა ყოფილიყავი ტაძარში, როდესაც თავად აღავლენდა მსახურებას. ჩვენ მას ვუყურებთ როგორც ადამიანს, რომელმაც მე-20 და 21 საუკუნეებში მთელ მსოფლიოში აკურთხა მართლმადიდებელი ეკლესია.
26 სტუდენტიდან, რომლებიც ახლა სტუმრობენ ქვეყანას, თითქმის ეს ყველასთვის პირველი ვიზიტია. მათგან მხოლოდ ერთს არ ეხება ეს. უმეტესობამ თითქმის არაფერი იცის საქართველოზე. მცირე ინფორმაცია აქვს წმინდა ნინოს, ულამაზესი ბუნებისა და ისტორიული ეკლესიების შესახებ. მაგრამ ამის გარდა თითქმის ყველაფერი, რასაც აქ ისწავლიან და გამოცდიან, სრულიად ახალი იქნება მათთვის. მე ძალიან მახარებს, რადგან ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარული მქონდა საქართველოს მიმართ. ჩემი პირველი ვიზიტიდან 1991 წლიდან მოყოლებული. ძალიან მიხარია, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა გაიცნონ და შეიყვარონ საქართველო. ახალგაზრდების ჯგუფი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაესწრებიან კონფერენციას, რომელიც ალავერდის ეპარქიაში, ეპარქიის წინამძღვრის აბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა კურთხევით გაიმართება და მოილოცავენ ეპარქიაში დავანებულ სიწმინდეებს. OCF, Orthodox Christian Fellowship, არის მართლმადიდებლური ორგანიზაცია ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ის აძლევს საშუალებას ამერიკელ სტუდენტებს, რომ გაიღრმავენ ცოდნა ქრისტიანულ საკითხებში და ასევე გაიჩინონ მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ერთნაირ ღირებულებებს. OCF-ის ვიზიტი საქართველოში მოიცავს სხვადასხვა მომლოცველობით ტურს. კახეთში გაიმართება კონფერენცია ალავერდის მონასტერში, რომელსაც წარუძღვება მეუფე დავითი, ალავერდის მეუფე დავითი და ასევე ტეხასის მეუფე გერასიმე. ეს არის საქართველოში პირველი სტუდენტური ღონისძიება, რაც იმედი მაქვს, რომ ხელშეუწყობს ამერიკული და ქართული მეგობრობის გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი დაიგეგმა რამდენიმე წლის წინ და ძალიან მინდოდა, რომ პატრიარქი ყოფილიყო ჩვენს კონფერენციაზე, თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს ღონისძიება მიეძღვნეს მის ხსოვნას და ასევე ვიტყვი, რომ ჩვენი კონფერენციის თემა არის საქართველო, როგორც მსოფლიო ქრისტიანული საყრდენი მართლმადიდებლობაში. და იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია ნაყოფიერი იქნება ისევე როგორც ამერიკელი სტუდენტებისთვის, ასევე ქართველი სტუდენტებისთვისაც. როდესაც დავიბადე, მომნათლეს საქართველოს მფარველი წმინდანის, წმინდა ნინოს სახელზე და ყოველთვის ვოცნებობდი აქ ჩამოსვლასა და იმ გზებზე სიარულზე, სადაც მან იარა. მე ძალიან მიყვარს მისი ისტორია, მის ცხოვრებას 8-9 წლის ასაკიდან მკითხულობ და ვსწავლობ. ახლა უბრალოდ აქ დგომა და იმის ცოდნა, რომ მისი ჯვარი სწორედ ამ ტაძარში ინახება, ცრემლებს მგვრის. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, რომ უფრო ახლოს მივსულიყავი ჩემს მფარველ წმინდათან და შემყვარებოდა ქვეყანა, რომელიც მასაც ასე უყვარდა. მსმენია, რომ აქ ყველგან ეკლესიებია, რაც ჩემთვის უჩვეულოა, რადგან კალიფორნიაში ვცხოვრობ. მაშინაც კი, როცა აეროპორტიდან იმ ადგილამდე მივდიოდით, სადაც ღამის გათება ვქონდა დაგეგმილი, ყველგან სადაც გავიხედე, ეკლესიას ვხედავდი. ეს საოცრად ლამაზი იყო. ახლაც ვუყურებ აქ მოსიარული ადამიანებს. ყველას თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო აცვია და ეს მართლაც დაუჯერებელია. ხედავ ქვეყანას, რომელიც მართლმადიდებლური წმენით ცხოვრობს და სუნთქავს. მინდა ეს განცდა თან წავიღო და მეც ასე ვიცხოვრო. მე დავიბადე მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოექცნენ და მომნათლეს სამხრეთ კალიფორნიაში. რაც შეეხება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, მსმენია, რამდენად დიდი სიყვარული ჰქონდათ საქართველოში მის მიმართ. მახსოვს ის დღე, როცა გავიგეთ, რომ იგი გარდაიცვალა. ჩვენს ეკლესიაში კალიფორნიაში მისთვის პანაშვიდი გადავიხადეთ და მართლაც ძალიან ემოციურია, როცა ოკეანის მიღმა გესმის ასეთი მოვლენის შესახებ. შემდეგ კი აქ ჩამოდიხარ და ხედავ ადამიანს, რომლის შესახებაც ამდენ ისტორიას ისმენდი. ვფიქრობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ასეთი აღტაცება, პატივისცემა და სიყვარული გამოიწვიოს ასეთი ლამაზი ხალხისგან და ამავე დროს თამდაბალი დარჩეს ნამდვილად განსაკუთრებულია. მინდა უფრო მეტი გავიგო მის შესახებ. I want to see him. I want to learn about him. Well, Christ is risen. We are coming to Georgia as part of our Real Break program. ქრისტე აღდგა. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ეს არის პროგრამა, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ სტუდენტებმა მთელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იხილონ მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. ეს მოგზაურობა არის როგორც მომლოცველობითი ტური. ასეთი მოგზაურობით ჩვენ ყოფილვართ რუმინეთში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, წმინდა მიწაზე და ათონის მთაზეც. როდესაც მოგვეცა შესაძლებლობა, რომ აქ
აქ საქართველოში ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად ჩამოსულიყავით, ეს შესაძლებლობა მაშინვე გამოვიყენეთ. სტუდენტების უმეტესობას, მათ შორის მეც, როგორც პროგრამის თანამშრომელს, საქართველოსთან ძალიან მცირე კავშირი გვაქვს. მაგრამ ვიცით, რომ აქ მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობის საოცრად მდიდარი ისტორიაა, რომელიც პირველივე საუკუნეებიდან იწყება. ამიტომაც ძალიან გვიხარია სტუმრობა. გვიხარია შესაძლებლობა თაყვანივცეთ ყველა იმ წმინდანის სიწმინდეებს, რომლებმაც ეს მიწა აკურთხეს. და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ჩამოსვლა ამ გარდამავალ პერიოდში, ილია მეორის ეპოქასა და ახალ პერიოდს შორის. ყველაფერი, რაც მისი უწმინდესობის შესახებ მოგვისმენია, იმდენად შთამაგონებელი და ძლიერია, როგორც ლიდერის, რომელმაც საქართველოში ეკლესია აღადგინა და რაც მე ვიცი, ნამდვილი სულიერი მამა იყო ყველასთვის. ამიტომ, აქ ჩამოსვლა და სიწმინდეების მოლოცვა თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულია და ასევე განსაკუთრებულია ჩვენთვის სტუმრობა მისი უწმინდესობის შიო მესამის პატრიარქობის დასაწყისში. Come in the beginning of the tenure of Patriarch Shio is very special for us. My family is from Bulgaria, but I live right now in Arizona. მე ბულგარეთიდან ვარ. ახლა არიზონას შტატში ვცხოვრობ. კოლეჯის სტუდენტი ვარ. რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებს საქართველოზე, გასულ ზაფხულს მხოლოდ ერთი კვირით ვიყავი აქ. მყავს მეგობარი საქართველოდან, რომელიც აქ ცხოვრობს და ის იყო ჩემი გიდი. ეს არის ძალიან ლამაზი ქვეყანა. მდიდარი ქვეყანა ისტორიის, ენისა და კულტურის თვალსაზრისით. მაშინ მხოლოდ ერთი კვირით ვიყავი აქ, ამიტომ შეუძლებელი იყო ყველაფერი მენახა. ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ჩამოვსულიყავი კოლეჯის სტუდენტებთან ერთად, რათა მეტი რამ მენახა საქართველოში, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, ეკლესია, მონასტრები და სხვა წმინდა ადგილები. მართლმადიდებელი სტუდენტების ჯგუფი მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე საღვთო ლიტურგიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები მოინახულებენ მცხეთას, ყაზბეგს, ალავერტს, ბოდბის მონასტერს, მარტვილსა და ქუთაისს. ძალიან დიდი მადლობა ჩემთან წამყვანს ჩვენს ჟურნალისტ ელისაბედ აბულაძეს ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი სიუჟეტის მომზადებისათვის და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ახალგაზრდას. ნამდვილად ემოციური იყო მათი თითოეულის ინტერვიუს მოსმენა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში დაისადგურებს ყოველთვის სიმშვიდე, მშვიდობა, სიყვარული და ერთობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენთან ერთად იყავით ამ დროის განმავლობაში. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. ორ შაბათამდე გემშვიდობებით.